რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ქართუბანკის ფილიალში მივიდა და სტიქიით დაზარალებულთა ფულადი კომპენსაციების გაცემის პროცესს გაეცნო. დავით ნარმანიას თქმით, დაზარალებული მოსახლეობის ერთმა მესამედმა კომპენსაციები უკვე მიიღო, თანხის გაცემა კი კიდევ 3 კვირა გაგრძელდება. მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში ჩავიდა, სადაც დაზარალებულმა ოჯახებმა დახმარება უკვე მიიღეს. ნარმანიას განცხადებით, თუ კომისია სტიქიით დაზარალებულებს კიდევ აღმოაჩენს, მათთვის კომპენსაციების გაცემა აუცილებლად მოხდება. დღეის მდგომარეობით 32 მილიონ ლარზე ოდნავ მეტია გაცემული და 9861 ბენეფიციარს, ანუ ოჯახს აქვს მიღებული კომპენსაცია. ყოველდღიურად მიმდინარეობს პროცესი, დღესაც ჩვეულებრივ სამუშაო ვითარება. იქ სადაც არის გარკვეული უკმაყოფილება ან პრეტენზია მოქალაქეების მხრიდან, ეს განცხადებები შედის გამგეობებში, სადაც ჩვენი წარმომადგენლებიც არიან ჩართული და მიმდინარეობს ინდივიდუალურ რეჟიმში განხილვა. ავიღეთ თანხა 6300 ლარი. ხო, ზარალი მივიღეთ, ვენახებით ეგრე თქვა, 9 გექტარი, ატამიც ასევე 60 მიასედი. და ძალიან კმაყოფილები ვართ, თანხა განაწილდა ძალიან სამართლიანად.